მშვიდობისა, დილა მშვიდობისა, მეგობრებო, კი არა და გათენება მშვიდობისა. ეხლა არის საათი 5. არ ვიცი იმეს ხვიძავთ კი და ხუთი არც იყო რომ გამეღვიძა. და რატომ ხვიძავს? გელა ხომ ჩამოდის დღეს? ხო და 6 საათზე აქ იქნება? და მე ავდექი რომ საჭმელი გავამზადო. ხო და რაღაცები გამზადებული მაქვს. ეხლა ტოლმაც დავადგი. ჭადიც თუ ხუმელში შევდგი. მაგრამ ხომ გვითხრეს რომ გაზი არ იქნებაო. დილას 6 საათზე გაითიშებაო. ხო და ვიფიქრე მანამდე მე მოვასწრებ ავდგები და ერთსაც გავაკეთებ, მეორესაც გავაკეთებ. და უკვე 5:30-ზე გაზი არ იყო და როდის ჩაქრა, ეგეც არ ვიცი. ასე რომ ახლა და ჩემიტომ ახლა ველოდოთ როდის მოვა რომ ჩაქრა მაგრამ როდის მოვა მას ჩავუწიო თორემ და კიდე ეს მჭადი ხომ ამ საწყობში ძნელად წხვება. ჩემებრად დავგეგმე, თორემ წხვა გამომეცხო და დღეს გავაცხელებთ. 5 დღე კიდე უგაზოთ, რა უნდა გავუწიოს, არ ვიცი, აბანო თორემ დანარჩენს რამეს ვისწრებ. ეხლა როგორ მაქვს შეერთებული, შემოერთებული. ეს საწყობი ხომე 1-2 წელია მაქვს მეთქი. ისე იყო გაკეთებული, იქ ჩამრთველები არ იყო იქით ბევრი, ანუ ერთი წერტილი იყო და ერთ წერტილზე იყო აკრეფილი რაღაცები. ეს საწყობი რომ ვიყიდე და გილქენით, რა ქვია, ჩავამონტაჟეთ. აღარ იმუშავა პლეტა, თქვათ, ანუ ამ საწყობის ერთად სხვა რამეს ვერ ჩართა. მაღალი დენიჭირდება ეთხოვა და ეხლა მაქვს გადამყვანებით გადაყვანილი და ისე მაქვს ჩართული იქით პლეტა აქეთ ის და რაღაც უნდა მოიფიქრო. მაგაზე არ არის. გუშინ აღარ მოვედი საღამოს მეგობრებო და კი ვთქვი რომ შეიძლება ვეღარც მოვიდევით. სამაგიეროდ დღეს დილიანად დაგხვდებათ ჩემი ვიდეო. ვაიმე დავიბანებ დავანლი მაქვს, მაგრამ მაინც ვამტკნარებ და ვერ გამოვხის. თალებდანაც ცემლები მოდი. რომ არ ვარ ასე ადრე გაგვიწევას მიჩვეული. გესმით ხომ ის თუხი. კიდე კაი რომ ეს გაზ პლეტა ჩემი გაზ პლეტა ახლავს და თან ის სიჩქარია ყველაფერს უცებ გააკეთებ. საქმეები მაქვს. პატარა რაღაცები, მაგრამ
თქვენთან მოსვლა არ შეეჭერდა. ისეთი არაფერი არ მაქვს. მე ვერ გავაკეთო. ღამის ბათუმი გამთენი ის ბაგანახოთ. გამთენი ის ბათუმი. ხეთ? ძინავს ჯერ ყველაფერს. ჩიტების ხმა გესმით? ჩიტების ხმა ისმის მარტო. ისეთი კაი სიგრილია გარეთ. ჩიტების შურტულის ხმა. წესროს აფხული გვაქვს რა კი ზოგჯერ ცხელა დავარა მაგრამ ეს დილას საღამოს ზოგჯერ დღისითაც არ არის ისეთი სიცხე რა ვიცი ასეთი საფხული ჯერ არ მქონია ჯერ ახლა რაღაც როდისღაც იყო მაგრამ აი ხანი არ მქონია ოდესღაც იქნებოდა ჯერ არ ვარ გამოფხიზლებული ხალხო რაღაცები მაქვს, მაგრამ როგორ ვარც ჯერ. Ali მაინც დავი. ჭადის გამოცხობა ეხლა თორე ნარში დანარჩენი არ არის. სულ არ დარდობ ახლა მაგ უგაზობას მე დაბანის გარდა საერთოდ დავადგამ დიდი ქვობით წყალს გავიხსენებ ძველ დროს და დავდებ დიდ ჩამჩას რომ ეძახიან ხო ჩამჩა ჩვენთან ასე ძახდეთ დიდ ამოსაღებს მაშრაფას კურუშკას კურუშკა ხო კურუშკა ისო ხომა აჭარულად ქვია მაშრაფა მაგრამ მაშრაფა იყო ალუმინის და ასე პატარა მაშრაფა ეს არიანი ამოსაღები ჩამჩა ხომა სწორად ხომა იღვიწებს უკვე ბუნება ნათდება ცაზე ხო ესე იგი ხუთის მერე თენდება ხალად აი გათენებაც მიყვარს და დაღამებაც მიყვარს მაგრამ გათენებას ვერ ხვდები ხოლმე ადრე ვერ ვიღვიძე რაღაცეებიც გაბრეცხო გავამზადო რომ შეიძლება რა შეჭამს რა ვიცი ზუსტად კი ხამას აუცილებლად შეჭამს ვიცი მაგრამ სხვა რაღაცეებიც ისეს ხილები და იმენიც გავამზადო და ჭაფთან უყვარს ბევრი რაღაცები და ყველი, კაიმაღი მაგრამ მაქვს გამზადებული ხილიც გავამზადე ხო გუშინ საზამთრო ჭამეთ კახეთის ნახო ამბობ კახეთის საზამთრო რომ შემოვა მოიტანს მეთქი კამილიანი და მოიტანა და ჭამეთ
ხორჭამეთ ეგ. ეს ხოთაშორის ძალიან გემრიელიც იყო. მე მიყვარს ხორჭი ძალიან. თეში რამოდენიმე ჯერჭა. ესეც კახური საზამთრო რომ ვამბობდი. გემრიელია ძალიან. ნებისმიერი ხილი. ეხლა ძაღლის ხმა ისმის, მაგრამ მე მგონი ამ გათენებას უხდება. მაინც დავხურუკ. მის მოსვლამდე უკვე სად იქნება. დავხდე. ოი. ნახეთ როგორ მაქვს. აი. ასე მაქვს შეერთებული. დილის რიჟრაჟი. ძალიან ამაზია. მას გელას უყვარს აქაური საჭმელები. ის რასაც ჭამდა აქ და იქ თბილისში ვერ ნახულობს, აი ესეთი საჭმელები. და იმიტომ უმზადებ ახლა ამდენად, თორემ სხვა რამესაც გავამზადებ. სხვა რაღაცებიც მაქვს და გავაკეთებ, მაგრამ ეს უყვარს. ჩამოვა და აქ რომ დახდება იცის იმან რომ უნდა დახდეს დილას იჩვეული მყავს ასე და იმიტომ მაგ ახლა ამდენად მომზადებული ტოლმა ვიღაცისთვის გასაკვირი იქნება შეიძლება რომ 6 საათზე ტოლმა რანაირად უნდა ჭამო მაგრამ ის შეჭამს მე დაიცინებს ალბათ რომ ეს ცხრისკენ წავა სამუშაოს საქმეზე და ამირაი წასულია 4 საათზე წავიდა. ახლა რომ უყურებ გარეთ რა მახსენდება, იცი რომ თენდება. მახსენდება სოფელში რომ ცხოვრობდით. ამ დროს კი არა, ხო ასე 6-მდე ანუ 5-ისკენ რომ ვიძებდით, ვიმზადებოდით ყანაში ანუ ბაღჩაში. სათოხნალში, სახნავში, ბალახის საჭრაში, რომ მივდიოდით და ასე დილიანად წავიღებდით, გაღმა გქონდა ნაკვეთი და სახლშიც გქონდა დიდი მიწა გქონდა. ქონდა რა ეხლაც არის უბრალოდ ჩვენ აღარ ვამუშავებთ თორემ იქ ჩემი მაზლია ხო და გაღმაც რომ საგზალს რომ წავიღებდით იქ და აურამ სხვანაირი იყო იქ დაღლისზე შუა დღეზე რომ ან თუ გინდა დილიანად მოხშდებოდა დილასაც და შეჭამდით და შუა დღეს ჭამს და ყველს რომ გემოქონდა იქ მე ის გემო აქ მე ვაკეთებ ისე რომ თქვათ ჭას მე ვაწყობ კაი ყველს ვიდურობ მაგრამ იმ გემოს ვერ ვატან ის სხვა იყო თან იმ ნამუშევარზე თან იქ ჰაერზე აი რატომ სულ მახსენდება რაღაც ასეთები ჭამაზე დიდი იგი არ ვარ მე კეთება მიყვარს და ჭამა არა მეთქი მაგრამ ის გემოები მახსენდება სულ ის არ ვიცი ან ის დრო იყო სხვანაირი ან კიდე იმას ვამბობ რომ არ იყო ამდენი რამე და იმ საჭმელებს ჰქონდა სხვა გემო. ეხლა რომ თენდება მაგაზე გამახსენდა. ზუსტად ასეთ დროს ახალგათენების დროს მივდიოდით ბაღჩებში სამუშაოდ. და მთაში კიდე საქონლის გასაშვებად დილას 6-ისკენ უნდა გაგეშვა. ისე იყო იქ წესი რომ 6-ზე საქონელი უნდა გაგეშვა გარეთ. რომელს მოასწრებდა. ის იყო მაგარი.
ხო და გათენებამ გამახსენა რამდენი რამე ახლა. ხო გუშინ წინ რომ ვიყავი მასთან, ჩემს მასთან რომ მივდიოდი და ხო თქვი მარშრუტკაში ჯექი მეთქი, კიდე რაღაც გამახსენა. ჩემს გვერდით იჯდა ახალგაზრდა გოგო, როგორ გითხრათ ახლა. ან სტუდენტი იქნებოდა, ან სკოლა დამთავრებული, ან ამასაკის და ჩემს გვერდით ზის ასე და ტელეფონი აქ ხმამაღლას ჩართული და უყურებს რას. ვიდეოს უყურებს კაიმახს როგორ რეცხავს და ამზადებს და გადააქვს ქილებში შესანახად ანუ ვიღაცას ვიდეოს უყურებს და გადავხედე ასე და ვუთხარი რომ მეთქი. როგორი ინტერესით უყურებთ მეთქი, მივხვდი რომ ის რაღაც ქონდა იმასთან, არ მოგონებები, არ რაღაცები, თორემ ეხლა მაგას ტყილა არ შეხედავდა და როგორი ინტერესით უყურებთ მეთქი და ცოტა გამეღიმასავით და ხო, იმიტომ რომ ჩვენც ვაკეთებდით ადრეო. მე ხო მივხვდი იმას ტყილა არ უყურებდა და ხო, მეთქი მეც ვაკეთებდი მეუთხარი და უკანა იმაზე ვზივართ, ჩვენი ხმარავის არის მისი შუმათ ვლაპარაკობთ, სულ უკანა სავარზელზე ვიჭექით და ისა მეც ვაკეთებდი მეთქი და ხო, რა გემრიელი იყო და რა გემრიელიაო მაგისო გემო დღესაცო მახსოვსო რა გემრიელი იყო და დღესაც იყიდება მეუთხარი მე ვყიდულობ მეთქი და მე ჩვენ სულ მაგაშჭამთ მეთქი და ხო გაეცინა ეთყობა მისი ბავშვობა რა ის ბავშვი იყო ჯერ ან სტუდენტი უბრალოდ ეთყობა სოფელში აღარ ცხოვრობდა და ან ზემოაჭარიდან იქნებოდა სავარაუდოდ და შეიძლება უკვე აღარ ამზადებდნენ ოჯახში და რაღაც მონატრებასავით უყურებდა და იმ წუთას მივხვდი რომ ტყილა არ შეხედავდა ხა კარაქის გარეცხვას ტყილა არ შეხედავს იმასაკის გოგო ნამდვილად ეხლა რომელს დააინტერესებს თქვათ ქალაქელს ეს არაფრით არ დააინტერესებს და მივხვდი იმ წუთას რომ მქონდა იმასთან შეხება და რაღაცა გაახსენდა დააინტერესა და უყურებდა და მართლაც ესე იყო კარგი გოგო იყო ლამაზი ღიმილიანი ლამაზად დამელაპარაკა მეც მიყვარს ეს კომუნიკაცია და იქაც ახლა სულ რომ არაფერი არ მეთქვა ხო შეიძლებოდა მაგრამ რაღაც ვიგრძელი რომ ის გაახსენდა და მეც იმ წუთას ის გამახსენდა იმ ვიდეოს ისე ეჭირა ტელეფონი რომ ეხლა ისე კი არ ვიყავი ასე გადაწეული და ვაიმე რას უყურებს ისე ეჭირა ტელეფონი რომ ანუ ჩემს წინაც ჩანდა ეს ვიდეო და ხმამაღალზე იყო ჩართული თან და მეც გამახსენდა და მასაც ის ახსენდებოდა და მე მართლაც აღმოჩნდი თაში აი რა მომენტს უყურებდა თაში რომ კარაქს ვამზადებდით ანუ რძე რომ იხდებოდა იმ აპარატში სეპარატორში იხდებოდა კაიმაღი ხომ ცალკე გამოდის ის არ ვიცი ახლა ჩემ მაყურებელმა შეიძლება ნაწილმა იცის ნაწილმა არ იცის რძეს ჩავასხამდით სეპარატორში ნაწილი გამოდის კაიმაღი ნაწილი გამოდის ცხიმ გამოღებული რძე იქიდან ყველი კეთდება და კაიმაღი ჩვეულებრივად შეგიძლია ისეც ჭამო და იქიდან ამოდის მერე კარაქი ეს კაიმაღი ანუ ნაღები კაიმაღი ეს შესქელდებოდა დრო რომ გადიოდა დავაგროვებით და იმას მერე ხელით მოვრეკავდით ასე ხო და იქიდან გამოდიოდა კარაქი იაღი სოფლის იაღი ხო და იმას მერე უნდა რომ მოვრეკავდით იმას უნდა მერე კაი გარეცხვა ცივი წყალით და მთის ცივი წყალით ხელები შეგცივდებოდა მთის წყალი ესეთი ცივია და იმაში კარგად უნდა გაგარეცხა იქამდე უნდა გარეცხო რომ
წყალი უნდა გამოვიდეს ბოლოს როგორც უნკანის წყალი, ესეთი სუფთა. და ის უკვე ის იყო მომზადებული და ზუსტად ამ მომენტს უყურებდა. და იმ მომენტი გამახსენა მეც. ადრე ბოლო პერიოდებში მთაში უკვე წყალი მოყვანილი იყო და ყველას ყავდა აივნებზე და სულ ადრე წყაროს წყალს ვეზიდებოდით. იყო იქ წყაროს წყალი და იქ მოვიტანდით, ან მახსოვს უფრო ქალები წყაროს წყალზე გაიტანდნენ კარაქს და იქ რეცხავდნენ და რიგი იდგა. ხან ერთი დაამთავრებდა გარიცხვას, მეორე მესამე და ასე და იქ ძირითადად მთაში ეგ იყო. უნდა მოგემზადებია ყველი და კარაქი. ეს იყო იქ ძირითადი საქმე. იმიტომ მიდიოდნენ, საძოვარზე იქ მიყავდათ საქონელი და იმიტომ მიდიოდნენ, რომ იქ მოემზადებიათ ეს ზამთრის პროდუქტი. ნადუღი, კარაქი, კაიმაღი. ასია მეგობრებო, უკვე რამდენ რამეს ვიხსენებ წარსულში. 52 წლის ასაკში რამდენ რამეს ვიხსენებ და ეხლა დედაჩემთან რომ დავჭდებით და ვსაუბრობ და დედაჩემი რომ იხსენებს რაღაცებს ხომ მართლა რამდენი გასახსენებელი აქვს მისი ბავშვობიდან და მე 52 წლის ასაკში იმდენი რამე მაქვს მოსაგონარი რომ რა ვიცი და დედაჩემს წარმოიდგინეთ 88 წლის ქალია 88 წლისა და მივდივარ უკვე სიბერისკენ მეც ნახევარი საუკუნე ხომ გავლიე ნახევარს ხომ კიდევ ვეღარ გავალ ვიცი დარწმუნებული ხომ ვარ მაგრამ ამაზე არ უნდა ვიფიქრო დედაჩემს ვეტყვი ყოველთვის რომ ხშირად იცის თქმა რაღა დამჩა დღეს ვარ და ხვალ არ ვიქნები და მასე ნუ ფიქრობ მაგას საერთოდ ნუ ივლებ გულში სხვა რაღაცაზე იფიქრე ეგ ღმერთის ნება არის ჩვენი ნება არ არის ვინ იცის მე შეიძლება მე არ ვიყო ხვალე რატო ვფიქრობ მაგას სულ მასე ველაპარაკები მაგრამ ალბათ იმას აქში რომ მიხვალ უკვე სხვა აზრები და სხვა ფიქრები გექნება. კი არ მიგვირს, უბრალოდ მინდა რომ რაღაც გავამხნევო, რომ არ უნდა იფიქრო მეთქი მაგაზე ვეუბნები. თორემ ეხლა მანიცის მისი მე რაც არ უნდა ველაპარაკო, როცა იმასაკისკენ მიდიხარ უკვე 90 იქით. გასაგებია და ალბათ აუცილებლად იფიქრებ ადამიანი. ალბათ. ნახო ერთი ახლა რა ქნა ჩემატომა. ტოლმა იმ მაშინაც ხომ ვიძახე, ახლაც ისე ვიძახე. ой. Ну всё, თითქმის მოიხარშა. ტერეჭადიც ცხვება. უკვე 6-ის ნახევარიც გახდა. ნახევარ საათში მოვა. როდის იყო? ეხლა ვიხსენებ, როდის იყო გელა. ახალი წლის მერე იყვნენ ოჯახით. ხოდა მე აღარ ჩამოსულა. ხო, ახალი წლის მე. თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისის თვეა, მე-6 თვე არ ყოფილა. ასე წელიწადში ან ორჯერ ჩამოდის. ან ერთხელ უნდა ცხოვრება როგორც მოითხოვს, ისე იცხოვრებს, სხვა გზა არ არის. შენ ცხოვრებას როგორც თბილისშია ხომ მასში არ არის სადმე შორს
და ვინც წასულია მართლა შორს და ვინც ელოდება რაღაც დროს რომ ის დრო გავიდეს, უკან დაბრუნდეს. ვიცი, ადამიანი ყველაფერს ეგუება. მე ჩავალ, თქვათ, მან ჩამოვა და რა თბილისში არც არაფერი. მაგრამ აი იმდენად ესე იგი დაკავებულია მაინც საქმით ადამიანი რომ წელიწადში ორჯერ რა თბილისიდან შეგიძლია ჩამოხვიდე, წახვიდე, მაგრამ როგორ? როცა მუშაობ, ოჯახი გაქვს, ვერ ჩამოხვალ. ადამიანი ყველაფერს ეგუები და ეგა. ეხლა ვინც წასულია, ვთქვათ, საზღვარგარეთ, თქვენც მიყურებთ. აქეთ ვინც ვართ, ისიც ვეგუებით მაგალითად, რომ არ ველოდებით იმ ადამიანს, რომ ვიცით ის ახლა ჯერ ვერ ჩამოვა და ვიცით და შეგუებული ვართ, რომ ვერ ჩამოვა. და თქვენც ვინც იქით ხართ, რამდენად ეგუებით არ ვიცი ახლა ამას, რთული რამეა, მაგრამ მაინც რომ იცი რომ ხვალ ზეგ ერთ თვეში ვთქვათ უკან არ ბრუნდები, რაღაცნაირად მაინც ხარ რაღაცნაირად შეგუებული ხარ. ვიცი ძალიან რთულია, ძნელია, მაგრამ ადამიანი რა ვიცი, ძალიან ბევრ რამეს ეგუება, ძალიან ბევრ რამეს იტანს მაგალითად და ახლა ყავა მომაცოცხლებ და კარგად, მაგრამ ასე ადრე ვერ დავლებ. ვერაც არ სვამს ყავას რომ დავждეთ და დავლიოთ მერე. ვაიმე დედა, რომ ჩდები მეძინერო. სიუეგ იქნა. ჭადიც იქნა. ახლა მთავარია გელა მოვიდეს. კარიც გავაღოთ, რომ უცებ რომ მოვიდეს. მისი ჩუსტები მაგ და ეგეც გავაგზავნე. იქით კი გასცინავს. მისთვის აქ მაგ ჩუსტები ცალკე. მათთვის თეთრეულიც ცალკე მაგ. ой, видит. იქით კი გასცინავს და ამიღე გავამზადე ხა მისი ჩუსტები აქ მაგ ცალკე, მათთვის თეთრეული მაგ ცალკე რომ ჩამოდიან და ასე კარგით მოხმოდის და ამ დროს ჩამოდის დარებელი. გამოვიდეთ ცოტა ხანს აერზე. რა კაია ჩიტების წიკწიკი რა კაია. წიკწიკია თუ ჭიკჭიკი. გესმით? რა კაია. გათენდა. კეთხრუბელია, გეგონება წვიმას აპირებსო, მაგრამ მე გადაიკრიფება. ძალიან მიყვარს. დილა. კაინიარია. გავაღეკარი და შეგრინდეს. თორე გაზიც ჩართული. გაზია თუ საცხობით ჩართული, პლეტად ჩართული და დუხსახლი. ხახა ხაჭაპურის ცომსაც მოუზილა.
1 ლიტრით მოვზილა, ამიტომ გაიხარჯება და მე სხვას მოვზილა კიდე. მოვზილა, მოვცომა. აღარ ვამბობ მეგობრებო, როგორ ვაკეთებ და რას. ბევრჯერ მაქვს ნათქვამი და აღარ ვამბობ ჩვეულებრივად. როგორც ვაკეთებდი, ისე გავაკეთებ. მქონია საყიდი. მერე რომ გაიღვიძება ხაჭაპურსაც გამოვუცხობ და დროშია მოვიყვა. სულ ადრე არ ვიცოდი ასე. ამ დროს რომ ველოდებოდი და ველოდებოდი. დროს კი არ ველოდებოდი, ცომის ამოსვლას რომ ველოდებოდი და აღარ იქნებოდა ამის ამოსვლა და რა ჭირდა და რა დავმართე ვიძახდი. რაც ეს ვისწავლე დროშის სიამაყვა ნახო, ცომი უცებ ამოვა და სულ მალე მზად გაგ. კარაქს ვადნობ. რომ შევასილო მე. ზოგჯერ არის რომ დროს გავუაცოტავა და ჩემთანგანავა და არ გასდის, მაგრამ არ ვიცი. და აღარ ამოვა არაფრით. აგიც რომ გამზადებული მექნება, ყველაფერი ადვილია მერე. ასე რომ მეგობრებო, ამით დაგემშვიდობები ახლა. სადაც მოვა დავხდები, არ ვიცი მას ენდომება თუ არა კამერასთან გამოჩენა და ამიტომ დროებით მეგობრებო საღამოს მოვალ აუცილებლად. მოვაწყებ ახლა მოვცომო და მოვა სადაც არის და მშვიდობიან და ხალისიან დღეს გისურვებთ. დღეს ხომ შეგიძლიათ რომ მიყუროთ დილიდან უკვე და აბა დროებით წარმატებები გქონოდეთ ყველას.